დაწესებულებაში თქვენ ახლა ხედავთ მამუკა ხაზარაძეს, რომელმაც როგორც ჩანს დატოვა და ხედავთ კიდეც კადრში რომ დატოვა რუსთავის მე-12 დაწესებულება, ის მარტო გამოვიდა რუსთავის მე-12 ციხიდან, აი პირველი კადრები ის ესალმება თანადგუნდელებს, რომლებიც ადგილზე არიან შეკრებილები და როგორც ჩანს გააკეთებს პირველ კომენტარს. ნანუკა ქაჯაიასთან გადავალთ. თქვენ ვიცით თქვენი თანაგუნდელებისგან რომ შეწყალების ხოველაზე არ მიგიმართავთ უბრალოდ კიდევ ერთხელ განუმარტეთ თქვენ საზოგადოებას. უპირველეს ყოვლისა მინდა ყველას მადლობა გადაუხადო იმ ადამიანებს, ნაცნობებს, განსაკუთრებით უცნობებს, რომლებიც ამ ხნის განმავლობაში გვეხმიანებოდნენ, გვამხნევებდნენ. მადლობა მინდა გადაუხადო მედიას, ასე თქვათ, ჩვენი მხარდაჭერისთვის და მინდა გითხრათ, რომ დღევანდელი გადაწყვეტილება იყო აბსოლუტურად მოულოდნელი, იმიტომ რომ იცით რომ ჩვენ შეგნებულად წავედით ამ ნაბიჯზე, მე და ბადრი ჯაფარიძე არ ვეთანხმებით იმ მოცემულობას, რაც ქვეყანაშია შექმნილი, ეს არის არალეგიტიმური პარლამენტი, ეს არის მიტაცებული პარლამენტი, ეს არის მიტაცებული პრეზიდენტის სავარძელი, მიუხედავად იმისა, რომ მან დღეს შეწყალებით გამოგვიშვა. გასაგებია რომ მადლიერების გზნობა მე არ მაკლია, მაგრამ ეს არის მუხანათური, ძალიან ესე თქვათ, პირდაპირ ვიტყვი, ბინძური უკაცრავად ამ სიტყვაზე, საქციელი, როცა ჩვენი თანამებრძოლები ზუსტად იმავე მუხლით, ზუსტად იმავე ეგრეთ წოდებული ბრწყალებში დანაშაულით იხდიან სასჯელს. მე და ბადრი ჯაფარიძის დღეს გამოშვება, რომელსაც აბსოლუტურად არ ველოდებოდით და ჩვენ აქ 8 თვიან ესე თქვათ, ვადის ამოწურვას ველოდებოდით, გამოგვიშვეს, მხოლოდ და მხოლოდ ერთი რამის გამო, რომ მოხდეს დაპირისპირება, მოხდეს ესე თქვათ, ეგრეთ წოდებული შავი ნიაღურის და პიარის ასე თქვათ, გადმოსხმა, რაც არ გამოუვათ, იმიტომ რომ ის რაც დღეს გააკეთა ეგრეთ წოდებულმა პრეზიდენტმა, ეს არის სამართლებრივი ნონსენსი, ეს არის მანიპულირება ადამიანების თავისუფლებით, ეს არის კანონის ფეხქვეშ გათელვა, ეს არის ადამიანებით ვაჭრობა და მე პირდაპირ გეუბნებით, თუ ახლოეს დღეებში პრეზიდენტი ეგრეთ წოდებული არ გამოუშვებს იმ დარჩენილ, ასე თქვათ, პოლიტპატიმრებს, რომლებიც ზუსტად იმავე მუხლით, იმავე აბსოლუტურად, ასე თქვათ, მუხლით არიან დაპატიმრებულები, ეს იქნება კიდევ ერთი ყველაზე დიდი ილუსტრაცია იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილი, ქართული ოცნება, მისი პრეზიდენტი იყენებს საქართველოს კანონმდებლობას, იყენებს მისი პირადი ინტერესებისთვის და ეს იქნება კიდევ ერთი ნათელი მაგალითი სოფლიოსთვის, დემოკრატიული სამყაროსთვის, რომ ესენი ეს ადამიანები რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოვიშოროთ ხელისუფლებას. რა იცვლება არჩევნებში მიიღებთ მონაწილეობას შეწყალებში? არჩევნებთან დაკავშირებით მოგმართათ, რომ მიიღებთ მონაწილეობას, ეს ღალატი იქნება და მოგმართათ. ეს არის შანსი კიდევ მე მინდა ამას ამბობთ. ეს არის ხანსი, ასე აფასებენ ოპოზიციას ზოგიერთ წამლად. გაიცნობოდით ალბათ. გისმენდით ყველას. როგორია იქ არის ორი შესაძლებლობა საკანში რა, უყურებ ტელევიზორს და კითხულობ წიგნებს. ამიტომ დამერწმუნეთ, ამდენი არავის არ მოусმენია თქვენთვის. ესე იგი, მინდა გითხრათ, რომ გადაწყვეტილება არჩევნებთან დაკავშირებით მიღებული აქვს ძლიერ საქართველოს. სწორედ დღევანდელი გადაწყვეტილება პრეზიდენტის იმასე მეტყველებს, რომ აურზაური შემოიტანოს და დაპირისპირება შემოიტანოს ოპოზიციურ ფლანგზე. მინდა გითხრათ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბრძოლის ტაქტიკა გვაქვს სხვადასხვა, მიზანი გვაქვს ყველას ერთი. ეს მიზანი არის ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი, ეს მიზანი არის ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა, ეს მიზანი არის პოლიტპატიმრების, სინდისის პატიმრების განთავისუფლება. ამ მიზნისთვის ჩვენ ძლიერ საქართველოს არც ერთი წამით არ უღალატია, ამას გააგრძელებს, ამ ბრძოლას გააგრძელებს, დანარჩენი მე ყველას პატივსცემ, მაგრამ გადაწყვეტილებას ჩვენ მივიღებთ ჩვენ დამოუკიდებლად, რომელიც არ ცვლით პოზიციას არჩევნებში, რა თქმა უნდა, არჩევნებში მონაწილეობის მიღება ჩვენ მივიღეთ მაშინ, როცა უკვე ვიჯექით ციხეში. მადლობა.
ხვალ დაგისვამთ ბატონო თქვენ ხედავთ მამუკა ხაზარაძეს რომელმაც თქვა რომ არჩევნებში მიიღებს ლელო ძლიერი საქართველოს მონაწილეობას ეს იყო